წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველდღიურად შეგეძლოთ ოთახიდან გავსვლათ და საერთოდაც საწოლიდან ადგომის garaშე ყოველდღიურად გამოიმუშაოთ რაღაც რაოდენობის თანხა, ისე რომ საერთოდ მუშაობა არ დაგჭირდეთ. დღეს სწორედ ამას გასწავლით, როგორ აკეთებენ 10,000-ობით ადამიანები ამას, რა სტრატეგიას მიმართავენ და როგორ შეგიძლიათ თქვენც ძალიან მარტივად დივიდენდის გადამხდელი კომპანიების აქციების მფლობელობით უბრალოდ ყოველკვარტალურად პასიურად გქონდეთ შემოსავალი. მოგეთ დღეს განვიხილავთ იმას თუ რა არის და როგორ მუშაობს ზოგადად დივიდენდები, რომელი კომპანიები არიან დივიდენდ არისტოკრატები და რატო არის ამ რაღაცის ცოდნა მნიშვნელოვანი და მესამე რადაც ვილაპარაკებ, ეს არის DRIP სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვასწავლის როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ ფული ჩვენი ფულიდან. მოგეთ დავიწყოთ პირდაპირ ლაპარაკით იმაზე თუ რა არის დივიდენდი. დივიდენდი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კომპანიის მოგების რაღაც ნაწილი, რომელსაც კომპანია წყვეტს, რომ გაუზიაროს თავისი კომპანიის აქციის მფლობელებს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ ფიქრობს, რომ ის თუ დაიტოვებს ამ რაღაც მოგებას, უფრო ნაკლებად გაიზრდება მისი კომპანია, თუ მადლობის ნიშნად ასე ვთქვათ, გადაუხდის აქციონერებს თავისი კომპანიის რაღაც მოგების რაღაც წილს. და იმისთვის, რომ თქვენც გახდეთ ამის ნაწილი, ანუ კომპანიის მოგებას დივიდენდები რომ თქვენ ჩაგერიცხოთ, ამისთვის აუცილებელია მხოლოდ ერთი რამ. ასეთი კომპანიის აქციებს რომ ფლობდეთ. და ეხლა მოდი განვიხილოთ მაგალითით, რომელი კომპანია ესეთი და როგორ გვერიცხება ჩვენ ფული ამ კომპანიებიდან. აი ნახეთ, მაგალითად Coca-Cola. თუ თქვენ ფლობთ ერთი Coca-Cola-ის აქციას, როგორც ხედავთ, კვარტალური დივიდენდის რაოდენობა არის $0.53. ანუ თქვენ ერთი Coca-Cola-ის აქციიდან ყოველ კვარტალში ჩაგერიცხებათ 50 ცენტი დაახლოებით. რომელიც წელიწადში გამოდის $2.12. ეს ერთ შეხედვით ძალიან ცოტა შეგვიძლია მოგვეჩვენოთ, მაგრამ თუ თქვენ ფლობთ არა ერთ, არამედ 100 ან 1000 აქციას, მაშინ ყოველწლიურად უკვე $200 და $2000 შეიძლება ჩაგერიცხოთ, ისე რომ დაიმახსოვრეთ, საერთოდ არ მუშაობთ და თქვენ სამუშაოს ასე უხეშად რომ ვთქვათ, აკეთებს მთლიანად Coca-Cola. ასევე ნიშნული რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის წლიური დივიდენდის უკუგება. ანუ annual dividend yield, რომელიც ძალიან მარტივად გამოიცვლება ჩვენ წლიურ დივიდენდის ოდენობას, ანუ ამ შემთხვევაში 2.52-ს ვიღებთ და ვყოფთ ახლანდელ აქციის ფასზე. და ამ შემთხვევაში Coca-Cola-ის შემთხვევაში გამოდის 0.078 და ეს უბრალოდ რო გადავიყვანთ პროცენტულ მაჩვენებლად, გამოვარდეთ $100-ზე, 100-ზე უფრო სწორად და გამოვა რომ ჩვენი ან Coca-Cola-ის წლიური დივიდენდის უკუგება არის 2.79%. რაც საკმაოდ კარგი მანიშნებელია და რაც არ უნდა მოვიდეს აქციას, გამოდის რომ ჩვენ აუცილებლად ჩაგვეიცხება $2.12 და თუ აქცია გაიზრდება მაგალითად და გახდება $80-90, იმის გარდა რომ ჩვენ ვიხერებთ ამ კომპანიის აქციების ზრდიდან, ჩვენ ასევე ვიხერებთ იმით, რომ ამ კომპანიის დივიდენდები ჩაგვერიცხება. ახლა მინდა ვისაუბრო ასევე 4 მნიშვნელოვან თარიღზე, რომელიც აქვთ კომპანიებს. ეს არის დეკლარაციის თარიღი, ex-dividend თარიღი, record თარიღი და payment თარიღი. დეკლარაციის თარიღი არის ის თარიღი, როდესაც წყვეტს დირექტორების ბორდი რა რაოდენობის დივიდენდები ჩაირიცხება, როდის ჩაირიცხება დივიდენდები, რა არის record date და ასე შემდეგ. Ex-dividend date არის ის თარიღი, რომელ თარიღამდეც ჩვენ უნდა ვფლობდეთ აუცილებლად კომპანიის აქციას იმისთვის, რომ ჩვენთვისაც შეძლონ კომპანიებმა დივიდენდის ჩარიცხვა. მაგალითად, თუ კომპანია ამბობს, რომ ex-dividend თარიღი არის 1 იანვარი და ჩვენ ვიყიდით კომპანიის აქციას 2 იანვარს, მაშინ ჩვენ უკვე არ გვექნება შესაძლებლობა, რომ კვარტლის ბოლოს ჩაგვერიცხოს დივიდენდი. აუცილებლად უნდა ვფლობდეთ 1 იანვრამდე, ანუ მაგალითად 31 დეკემბერს. Record date ეს არის თარიღი, როდესაც კომპანია ნახულობს ყველა შესაძლო მეწილეს, რომელთაც უნდა ჩაურიცხონ დივიდენდი, ანუ იმ ადამიანებს, რომელმაც 31 დეკემბერს იყიდეს დაუშვათ ამ კომპანიის აქციები და ამ ერთი კვარტლის განმავლობაში დაჰოლდეს ეს აქციები და მეოთხე ეს არის payment date, ყველასთვის საყვარელი თარიღი, როდესაც კომპანიები რიცხავენ თავიანთ აქციონერებთან დივიდენდებს. შემდეგ მინდა ვილაპარაკო, რომელი კომპანიები არიან არისტოკრატ დივიდენდ კომპანიები და რას ნიშნავს ზოგადად იყო არისტოკრატ კომპანია, დივიდენდ კომპანია. მოკლედ, არისტოკრატ დივიდენდ კომპანიები არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც 25 წელი ან უფრო დიდი ხანი ყოველწლიურად და ყოველ კვარტალად იხდიან დივიდენდებს და გარდა ამისა ზრდიან
გადახდილი დივიდენდის რაოდენობას. ანუ თუ მე ვარ მაგალითად კომპანია, რომელიც ყოველწლიურად იხდის დივიდენდებს და ყოველწლიურად ზრდის თავისი გადახდილი დივიდენდის რაოდენობას, დავუშვათ ერთ წელს თუ გადავიხადე $1,000,000, მეორე წელს $1,100,000, მესამე წელს $1,200,000 და ასე შემდეგ 25 წლის განმავლობაში მეც შევალ, ჩემი კომპანიაც შევა დივიდენდ არისტოკრატ კომპანიებს შორის. აქ ისეთი კომპანიები არიან, როგორც არის მაგალითად Procter & Gamble, Johnson & Johnson, Coca-Cola, Target, McDonald's, Pepsi, Walmart და ასე შემდეგ. და აი როგორც ხედავთ, Dover Corporation-ი მაგალითად 71 წელია არა თუ იხდის მარტო თავის დივიდენდებს, არამედ ზრდის თავისი დივიდენდის რაოდენობასაც. ამისთანავე ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ კომპანიებს ვენდოთ, რომ ისინი მომავალ წელსაც გადაიხდიან დივიდენდებს და დიდი ალბათობით გაზრდიან კიდეც თავისი დივიდენდების რაოდენობას და ამით ჩვენ უფრო მეტად ვიხეირებთ. შეიძლება რომელიღაცა კომპანია სულ რაღაც 2 წელია იხდის დივიდენდებს და შეიძლება მესამე წელს გადაწყვიტეს, რომ აღარ გადაიხდის დივიდენდებს, რამაც შეიძლება ჩვენ დაგვაზარალოს და ეს პასიური შემოსავალი დაგვიკარგოს. ამიტომ ასეთ კომპანიებს, რომლებიც არიან ეგრეთ წოდებული დივიდენდ არისტოკრატები, უფრო მეტი ნდობა აქვთ და ამათი მფლობელობა თავისუფლად შეგიძლია, ისე რომ არ იფიქროთ, ვაიმე გადამიხდის ეს კომპანია თუ არა დივიდენდებს და გაზრდის თუ არა ეს კომპანია თავისი დივიდენდის რაოდენობას. შემდეგ რაზეც მინდა ვილაპარაკო, ეს არის Dividend Reinvestment Plans ან DRIP სტრატეგია. ეს სტრატეგია მოკლედ არის, როდესაც დივიდენდს გვიხდიან ჩვენ მაგალითად კომპანიები, რომ ეს დივიდენდი ჩვენ კი არ გამოვიყენოთ ჩვენი პირადი მოხმარებისთვის, არამედ ისევ ჩავაბრუნოთ ამ კომპანიაში, რათა მომავალ კვარტალში ან მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი დივიდენდი გადაგვიხადოს კომპანიამ. აი მაგალითისთვის რომ განვიხილოთ, წარმოვიდგინეთ, რომ ერთი აქციის ფასი, რომელიღაც კომპანიის არის $100 და ჩვენ ვფლობთ 100 აქციას ამ კომპანიის. თუ ამ ჯამში ჩვენ გვაქვს ესე იგი $10,000 და კომპანია ერთ აქციაში იხდის დაუშვათ 4%-იანი უკუგება აქვს. მაშინ ერთ წელიწადში თუ ჩვენ ამ დივიდენდის რაოდენობა, დივიდენდის თანხას ჩვენთვის კი არ გამოვიყენებ, არამედ ისე ჩავაბრუნებთ კომპანიაში, გამოდის რომ ერთ წელიწადში ჩვენ გვექნება 100, ჩვენ შევძლებთ 104 აქციის ყიდვას, ანუ პლუს 4 აქციის ყიდვას და ჯამში გვექნება 104 აქცია და მომავალ წელს უკვე ჩვენ ჩაგვერიცხება დივიდენდი არა 100 აქციიდან, არამედ 104 აქციიდან. და თუ კომპანია კიდე დამატებით იზრდება ყოველწლიური 7%-ით, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ამ დივიდენდის უკუგების ჩაბრუნებით და ყოველწლიური 7%-იანი ზრდასთან ერთად 30 წლის შემდეგ, ისე რომ მეტი დამატებით არაფერი ფული არ ჩავდოთ ამ კომპანიაში, გვექნება $120,000, მაგრამ თუ ჩვენ ამ დივიდენდს ისევ არ დავაინვესტებთ ამ კომპანიაში და ჩვენ პირადი მოხმარებისთვის გამოვიყენებთ, მაშინ 30 წელიწადში ჩვენ გვექნება მხოლოდ $76,000. ანუ ამ 4%-ს შეუძლია 30 წელიწადში $44,000 სხვაობა მოგწეს, რაც ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ თქვენ გადაწყობთ რომ ისეთი კომპანიის აქციები იყიდოთ, რომლებიც დივიდენდებსაც იხდიან, მაშინ უმჯობესია რომ ეს დივიდენდები ისევ ამ კომპანიებში ჩააბრუნოთ, რათა მომავალში უფრო და უფრო მეტი უკუგება დაგიბრუნონ კომპანიებმა. ახლა ერთ რაღაცას მინდა ასევე შევეხო, როგორც არის შესაძლებელი არის თუ არა, რომ კომპანიებმა შეამცირონ თავისი დივიდენდი, ან საერთოდ უარი თქვან დივიდენდის გადახდაზე. ამის მარტივი პასუხი არის კი, შეიძლება რომელიღაცა კომპანიამ ერთ დღესაც თქვას, რომ ჩვენ ვერ გადავიხდით დივიდენდებს, ან ვამცირებთ იმ დივიდენდების რაოდენობას, რასაც გადავიხდით ყოველწლიურად. ეს ძალიან ცუდია ორი მიზეზის გამო. პირველი, ეს ცუდი არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ესე იგი ჩვენ პასიურ შემოსავალს არ ტყამს, შეიძლება საერთოდ გაგვიქრეს ან შეგვიმცირდეს. ან მეორე, ცუდი არის ეს იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც კომპანია ამბობს დივიდენდის შესახებ, რომ ამცირებს ან საერთოდ შლის თავიანთ დივიდენდებს, ამ შემთხვევაში ძირითადად კომპანიის აქციის ფასიც იწევს 20-დან 30%-მდე. ანუ ესეც ჩვენთვის ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ამიტომაც, როგორც წეღანა ვხნიშნე, აუცილებელია, რომ ისეთი ტიპის კომპანიები ვიყიდოთ, რომლებიც 30-40 წელია იხდიან დივიდენდებს, რომლებსაც ჩვენ ვენდობით და რომლებიც ძალიან მყარი და ჩამოყალიბებული კომპანიები არიან.
ბოლოს მინდა შევეხო იმას, თუ რატომ არ იხდის ყველა კომპანია დივიდენდს. მოკლედ, არსებობს ასევე როგორც ვახსენე უკვე, არიან ისეთ კომპანიები, რომელიც იხდიან და არიან ისეთ კომპანიები, რომელიც არ იხდიან დივიდენდებს. ამას ეძახიან მაგალითად dividend stock-ებს, რომლებიც იხდიან და ასევე არსებობენ growth stock-ები. მოკლედ, dividend stock-ები იხდიან დივიდენდებს იქიდან გამომდინარე, რომ ისინი უკვე იმდენად დიდები არიან და იმდენად ჩამოყალიბებულები არიან, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ თავიანთი მოგების უფრო მეტ ეფექტურად რეალიზებას თავის ბიზნესში, ან რო აიღონ და ეს დაუშვათ 10 მილიონი დოლარი მოგება ისევ თლიანად თავის ბიზნესში ჩაატრიალონ, შეიძლება უფრო ნაკლებად გაიზარდონ, ვიდრე ეს 10 მილიონი დოლარიდან რაღაც წილი რომ თავის აქციონერებს დაუბრუნონ, რითაც მადლობას ეუბნებიან რეალურად აქციონერებს და უფრო მეტ აქციონერებს მოიზიდავენ ამით. აქედან გამომდინარე, დივიდენდ კომპანიები ძირითადად ძალიან ჩამოყალიბებულები არიან და იციან რომ უფრო მეტი reinvesting-ით, ანუ ისევ თავიანთ კომპანიაში ფულის ჩადებით, ისე დიდად ვერ გაიზრდებიან, მაგრამ growth stock-ები, ისეთი stock-ები როგორც არის მაგალითად Meta, Amazon, Tesla და ასე შემდეგ, არ იხდიან იმებს დივიდენდებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გონიათ, რომ უფრო მეტი მოგებით რომლებსაც თავიანთ კომპანიებს ჩადებენ, ისინი შეძლებენ, რომ კიდე უფრო არგონ თავიანთ კომპანიებს, რაც შესაბამისად გარგებს თქვენს. ანუ ეს არის ერთ-ერთი განსხვავება, რატომაც იხდიან ან არ იხდიან კომპანიები დივიდენდებს, მათ თუ გონიათ, რომ დივიდენდის გადახდა უფრო მომგებიანია კომპანიისთვის, მაშინ გადაიხდიან და თუ გონიათ, რომ უფრო ნაკლებად მომგებიანია, მაშინ არ გადაიხდიან და ისევ თავიანთ ბიზნესში ჩაინვესტირებენ. დღევანდელი დღისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა მელაპარაკა დივიდენდებზე. იმედია მოგეწონათ და გამოიწერთ ჩემ არხს და კომენტარით თუ რამე იყო კიდევ გაუგებარი და აუცილებლად მიყურეთ შემდეგ ვიდეოშიც. ნახვამდის.